თან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას და ღვთის ბადლით, ღვთის ზარით ვერთმაინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ წყირვალი აღდგომის დღესასწაულს. ადამიანის ცხოვრება საოცრად განსხვავებულია. დრონი იძლებიან და ჩვენს ვიცვლებით მასთან ერთად. სიხარული და წყხარება თითქოს ტყუპი ძმები დადიან ერთად. როგორც ამბობდა ერთი ბრძენი ადამიანი, დიდებიდან წუხარებამდე სასაცილომდე ერთი ნაბიჯია. და დღეს ჩვენ დღესასწაულობთ უფლისაჩვენისა იესო ქრისტეს მზეიმით შესვლას იერუსალიმში. ხალხი უგებდა მას ტანსაცმელს, როცა იგი ზეიმით შედიოდა. სჭრიდნენ ტოტებს ხეებიდან და უგებდნენ მას და უფალი სტიროდა, იმიტომ რომ ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. ის ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უღალობდა ოსანას, იგივე ხალხი რამდენიმე დღეში იყვირებდა ჯვარსაცვი იგივე. ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა განგვამტკიცოს ჩვენ სიკეთეში, განამტკიცოს ჩვენში ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული, მიტევება, მიმტევებლობა. მოგვანიჭოს ჩვენ განცდა ითვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ერთი კვირა დარჩა აღდგომამდე და ღმერთმა ინებოს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვემზადოთ ამ დიდებული დღესასწაულისათვის და ღირსებით შევხვდეთ მას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა. ჩვენთან არის ღმერთი. შეგახსენებთ, რომ ბუნების შვიდეულში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს პირველ შეწირული წირვა იქნება. სამშაბათს საღამოს 7 ზეთის ცხება იქნება, შესრულდება 6 საათზე. ხუთშაბათს არის დიდი დღე. ეს დღე არის ის, როცა უფალმა აზიარა მოციქულები და შესრულდება წირვა, რომელსაც მე თვითონ შევასრულებ და იქნება ფერხთა ბანა. პარასკევს 2 საათზე იქნება გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს იქნება ლოცვა და შაბათს საღამოს 11 საათზე იქნება
დასაწყისი საზეიმო ლიტანიობისა ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი აღდგომა გაგიჩენოთ თქვენ და საქართველოს და მთელ მსოფლიოს.